პერსონიფიცირებისაგან მე თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად უკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა. მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი, ღვთივდადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით. აი, ლევანდელ წაკითხულ სახარებაში ნათქვამია, ნიკოდიმოსი ამბობს, განაჩვენის ჯული დასჯის ო ადამიანს ისე თუ არ მოусმენსო? სწორედ ეს ადამიანი დაბარებული იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე როგორც ეპარქიის წყემსმა და მსაჯულმა გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ყავდა გადაბირებული 1 წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ თუ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, ხო? შიდა ოჯახის რაღაცა და ეს პიროვნება ყავდათ ეგრეთ წოდებულად, არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის დავერბოუკებული, არ ვიცი რითი დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისაგან. 1 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემ და მოусმევ ხელზე და 1 საათში ის აღარ იქნება. აი ესეთი მოვლენები და